და ეს არის ყველაზე კიდევ მეორე ფეთქებადი ზონა და აი ამ მიმართულებით ყველამ უნდა იფიქროს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ, ისევე ხელისუფლებამ, ისევე ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც აქვს სურვილი, რომ საქართველოს განახორციელოს დეოკუპაცია და თავისუფლად მიიღოს აბსოლუტური თავისუფლება, თუმცა ბუნებრივია ეს არ არის მარტივი ამოცანა და ამ ამოცანას კიდევ მეორე სჭირდება ერთიანი ეროვნული კონსოლიდაცია და ჩვენ ხელისუფლება თქვენ მაგ რეგიონის მაჟორიტარი ხართ. თქვენ პირველად როდის ჩადით მათ, იმიტომ რომ გუშინ მაგალითად იმედის მაყურებელმა ნახა ადგილობრივების აქცია, სადაც ისინი ამბობენ, რომ ყურადღების ნაკლებობას უჩიოდა რამდენიმე მათგანი. დიახ, ეხლა გაგცეთ ძალიან კარგი კითხვა დამესვიდა, ძალიან მინდოდა რომ მეც ამ თემაზე მესაუბრა. დღეს ხედავთ თქვენ აქტივობას, მაგრამ გუშინცის დავთავრებ თუ შეიძლება. გუშინცი მე ვიყავი პარლამენტში, ქუთაისში მე ვარ პარლამენტის წევრი და მუშაობდი იქ, სადაც უნდა ყოფილიყავ. ეხლა რაც შეეხება ამ საკითხს. მე დღეს ვიყავი სწორედ ამ სოფელში, წითელუბანში, შევხვდი იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სოფელში ცხოვრობენ და მითხრეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც იქნა ჩაწერილი ქალბატონი ინგა გრიგოლიას მიერ, იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რომლებმაც არ ვიცი საიდან მოძებნა ქალბატონმა ინგამ, მაინც და მაინც ნაციონალური მოძრაობის წევრები და მე შემიძლია ქალბატონ ინგასთან ერთად ვესტუმრო. აი მაგას განმავლობაში იგივე ადამიანების კომენტარები ქრონიკაშიც გადიოდა ზოგადად იმედის ეთერში. დავამთავრებ თუ შეიძლება ქალბატონო დიანა, დავამთავრებ მომეც საშუალება. მე ვარ ახლა რთულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მე მხოლოდ კამერას ვხედავ და ვერ ვხედავ და ვერ ვგრძნობ რა არის მან სტუდიაში. ეხლა რა მინდა გითხრათ. მე მზათა ვარ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ჟურნალისტთან, გნებოთ თქვენთან, გნებოთ ქალბატონ გრიგოლიასთან. ჩავიდეთ სოფელ წითელუბანში და რაც მე ვნახე, იმ ადამიანების განწყობა, რომ ეს ადამიანები ითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობას, რომ ამ სოფელში კეთდება გაზიფიკაციის პროექტი, ამ სოფელში არის დაწყებული გასარწყავების პროექტი. ბატონ სოსო, თქვენ მაგ რეგიონის მაჟორიტარი ხართ და მათ შორის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები არ უნდა გაკეთდეს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ანუ მაგ რეგიონში ნაციონალური მოძრაობის მომხრესაც სჭირდება ხელისუფლების თანადგომა და ოცნების მომხრესაც და თავისუფალი დემოკრატების სამორჩეულსაც. თქვენ მაგ რეგიონის მაჟორიტარი ხართ. რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც არაკორექტული განცხადებები გაკეთდება ნებისმიერ შემთხვევაში, მე ამაზე რეაგირება მექნები. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა სოსო ვახტანგიშვილი გვერდთვებოდა ხურვალეთის გადასახვევიდან, იმ ადგილიდან, სადაც სადამდეც შესაძლებელია დაშვება. ეხლა რეკლამაა ჩვენს ეთერში და რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ გამოშვებას. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.9%, ლომბარდი 1.9%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საიღე ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. საუკეთესო შემოთავაზება Elite Electronics-ისგან შეიძინეთ წარმოუდგენლად დაბალ ფასად ყველაზე მძლავრი smartphone HTC M8 მხოლოდ 899 ლარად, ხოლო HTC One Mini 699 ლარად და მიიღეთ საჯუქრად selfie ჯოხი. ყოველი დღე ძალიან დატვირთულია. სამსახური, საყიდლები, ბავშვის მოვლა. საღამო მეგობრებთან ერთად. უძლებს კი თქვენი ფეხები ასე დატვირთვას. გამოიყენეთ ლიოტონ გელი. ჰეპარინის მაღალი კონცენტრაციისა და შეწოვის შესანიშნავი უნარის წყალობით, ლიოტონი ეფექტურად ამცირებს დაღლილი მძიმე ფეხების შეშუპებას და დისკომფორტს. სწრაფად განიჭებთ სიგრილისა და სიმსუბუქის შეგრძნებას. ლიოტონი ფეხების ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ბელაქტიკ თავაზობთ აქციას სააფთიაქო ქსელებში. იყიდეთ ბელაქტის ფაფა და მიიღეთ საჩუქრად ქართული წინდა და სხვა საბავშვო აქსესუარები. ბელაქტი აირჩიეთ ხარისხიანი საკვები თქვენი პატარებისთვის. რეკომენდებულია საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის მიერ. პორტალი MyMakti ეს არის Maktis ოფისი შენს მობილურში, საიდანაც შეძლებ, შეიძინო და ავტომატურად განაახლო ნებისმიერი პაკეტი. შეავსო ანგარიში, გადაიხადო ბარათით და სხვა. დარეკე 20-ზე და SMS-ით მიიღე MyMaktis გადმოსაწერი ბმული. MyMakti უახლესი ტექნოლოგიები Maktis ხარისხით.
როგორც მომღერალი და მსახიობი, ყოველთვის შესანიშნავად უნდა გამოვიყურებოდე. ამიტომ ვენდობი მხოლოდ პალეტს. პალეტის ახალი მდგრადი კრემსაღებავი, თმის მოვლა და ინტენსიური ფერი, კერატინის გაუმჯობესებული კომპლექსის წყალობით. ფერი, რომელიც თავს შესანიშნავად მაგრძნობინებს. პალეტის ახალი მდგრადი კრემსაღებავი, შვარცკოპი, პროფესიონალთა გამოცდილება თქვენი თმისათვის. მხოლოდ ამ ზაფხულს დირსიში ყველა სამოთახიანი ბინის მფლობელი დასაჩუქრდება ავტომობილით. შეიძინე ბინა მარტივი იპოთეკური სესხით. დირსი, მოლოდინზე მეტი. დაგვირეკეთ 274 04 04. ყოველი დილა ღიარულია მშრალი ღამის შემდეგ, ძილის შემდეგ. პამპერს აქვს სპეციალური მიკრომარგალიტები, რომლებიც შთანთქავენ თავის წონაზე 30-ჯერ მეტს და კეტავენ სისხლში 12 საათამდე სიმშრალისთვის. პამპერსი გიზრუებთ სიყვარულს, ძილს და თამაშს. რთული გამოწვევების მისაღებად დიდი ძალისხმევა მართებს. სიცხეშიც კი. ახალი FA Extreme Heat კონტროლი. დაცვა ყველაზე ექსტრემალურ პირობებში. FA ფანტასტიკური სიამოვნება. ყურადღება, მოისმინეთ ივლისისთვის ექსპრეს შეთავაზება. ექსპრეს ბანკი წარმოგიდგენთ ახალ ექსპრეს კარტს, ახლა უკვე საკრედიტო ლიმიტით. ექსპრეს კარტი არის ყველაზე უნივერსალური ბარათი, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ნებისმიერ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტში. გადაიხადოთ ტრანსპორტით მგზავრობის საფასური. დააგროვოთ გადახდისას ექსპრეს ბონუს ქულები. მათ შორის უკვე ექსპრეს კარტზე დამტკიცებული საკრედიტო და განვადების ლიმიტის გამოყენებისას. 31 ივლისის ჩათვლით აიღეთ ექსპრეს ბანკში ახალი ექსპრეს კარტი უფასოდ და მიიღეთ საჩუქრად 1000 ექსპრეს ბონუს ქულა. ექსპრეს ბანკი. მარტივია. ჯემფესტი წარმოგიდგენთ გრანდიოზული გახსნა 31 ივლისი. ანაკლია პირველად საქართველოში არმინ ვან ბიურენ, W&W, ნუერა, Evil Waves, ყველაზე დიდი ფოიერვერკი საქართველოს ისტორიაში. მზე, ზღვა და თავისუფლება. ბილეთები იყიდება საიტზე Inventor-G და TBC Pay ტერმინალებში. ჯემფესტი შენგელოდება. ჯემა სტომატოლოგმა მითხრა, რომ ექსპერტი გამხვდარიყავი ბლენდამედ პრო ექსპერტთან ერთად. მან მითხრა, რომ შედეგი საოცარი იქნებოდა. უკეთესი დაცვა საკვებისა და სითხის მჟავისგან, რათა თქვენი კბილები უფრო ჯანსაღი და ძლიერი იყოს. წარმოუდგენელი ცვლილება შევნიშნეთ ჩემს კბილებზე პირველივე გამოყენების შემდეგ. გახდი ექსპერტი ბლენდამედ პრო ექსპერტთან ერთად. როცა ერთი თუკი მეორეს ხვდება, მათ შორის კი შიგთავსია, ეს უკვე ახალი სუპერ სასუსნავია. ორი კრეკერი თუკი მადის აღძვრელი შიგთავსით, რომელიც 9 უნდება. თუკ სენდვიჩი, გემრიელი სახელმწებისთვის. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი, ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ლუდი კოზელი. იხარშება ჩეხეთის გულში 1874 წლიდან. საღამოს გასართობი გადაცემების წარმდგენია პორტალი MyMakti, Maktis ოფისი შენს მობილურში. MyMakti, უახლესი ტექნოლოგიები Maktis ხარისხით. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. რა დააფიქსირა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კონფლიქტის ზონაში ბოლო დღეებში და რა ტერიტორიაზე აღმართეს რუსმა სამხედროებმა სადემარკაციო ნიშნები. შეკითხვები ნეტგაზეთმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ელჩ იანკაუსკასის დაუსვა. დაირას პასუხობს ის ნეტგაზეთს. გზის ორი მაჩვენებელი განთავს და ამ პერიმეტრზე გასულ შაბათ-კვირას ერთ-ერთი სოფელ ორჭოსანთან ახლოს, სადაც მსგავსი ნიშანი ადრეც იყო, მაგრამ აპრილის თვიდან გაქრა. ახალი ნიშანი, რომელიც მის ნაცვლად განათავსეს 300 მეტრით სამხრეთითაა დაყენებული, ვიდრე წინა იყო. სოფელ წითელუბნის შემოგარენში ჩვენ ვნახეთ ახალი გზის მაჩვენებელი, რომელიც 1200 მეტრის სამხრეთით არის განთავსებული, ყველაზე ახლო გზის მაჩვენებლიდან, რომელიც თავის მხრივ ცოტა ხნის წინ დამონტაჟდა. ეს ნიშნები არ მოიცავს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიას, რომელიც ხელშეუხებელი დარჩა.
სეპარატისტული რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის მთლიანი სიგრძე 350 კილომეტრია. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკამ საზღვრის მოწყობა 2011 წელს დაიწყო. ღობეები პირველად დიდი ხურვალეთის და ქვეშის სიახლოვეს აღმართეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მავთულხლართების გაბმის ახალი ტალღა რუსმა სამხედროებმა 2013 წლის თებერვალში დაიწყეს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა სოფელ დიცში მოხდა, სადაც რკინის ბოძები თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დაახლოებით 120 მეტრის სიღრმეში იქნა ჩასმული. ახალი ეგრეთ წოდებული საზღვრის აღნიშნული ბანერი 10 ივლისს დაამონტაჟეს. ბანერიდან კარგად ჩანს საქართველოს მთავარი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი. უცნობია მოყვება თუ არა ბანერს მავთულხლართი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელი ჯიოევი ამბობს, რომ საზღვრის აღნიშნული ნიშნებს ათავსებებს მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, საზღვრიდან მინიმუმ 50 მეტრის მოშორებით და ქართველების ისტერიკა საზაფხულო გართულებაა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა 14 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის უკანასკნელი ქმედებები წარმოადგენს მცოცავი ანექსიის გაგრძელებას. პრემიერმა თქვა, რომ პანიკა არ არის საჭირო და ტერიტორია ისედაც იყო ოკუპანტების გავლენის ქვეშ. ჩვენ ახლა შემოგთავაზებთ ბოლო ერთ კვირაში ხელისუფლების წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების, ზოგჯერ ეს განცხადებები ურთიერთგამომრიცხავიც კი იყო, ქრონიკას. უნდა შემუშავდეს, უნდა მოიფიქროთ რაიმე ფორმატი ისეთი, რომელიც ხელშეუწყობს ამ მიმართულებით ურთიერთობების დარეგულირებას. რა თქმა უნდა, რეაგირება ხდება და ეს ის შედეგია და რატომ ხდება ესე, ოპოზიციამ თავის თავს მოკითხოს 7 წელი გავიდა არავინ არ შეხებია ამ მილსადენს და არც ახლა მგონია რამე დაზიანება მიწაშია, სიღრმეშია ძალიან. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა გუშინ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს ცოცავი ანექსია სახეზეა 2008 წლიდან მოყოლებული. მიუღებელია ყოველი ახალი მეტრი გამყოფი ზოლისა სუვერენულ ქართულ მიწაზე. განსაკუთრებით ეს მიუღებელია, როდესაც ასეთი ზოლი გადის სტრატეგიული ობიექტების მახლობლად. ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს როგორც პროვოკაცია და აბსოლუტურად გაუმართლებელი, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ განვაცხადეთ და 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ნამდვილად გსურს ნორმალიზება ურთიერთობების რუსეთთან. გასაკვირველი ეს არის ძალიან რთული სიტუაცია, ძალიან შემაშფოთებელი და დისლოკაცია ბანერის ნამდვილად მოხდა. ყველას ბანერი, ყველა მართულხარდი, რაც კი გამართულა, დამდგარა, გადაწეულა, გამოწეულა, ყველა ეს ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიების ფარგლებში. ანუ იმ კანონის ფარგლებში, რომელიც დადგინდა ნაციონალური მოძრაობის დროს. მთავრობა არის ძალიან აქტიური ერთ საქმეში, ამ საქმეს ქვია საქართველოში არ დაუშვას ომი. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველა მავთულხლართი და ბანერი ოკუპირებული ტერიტორიის და